თუ შენს ოჯახში არასოდეს საუბრობდნენ გრძნობებზე, თუ კარგად ვარ ყველაზე ხშირად ნათქვამი ტყუილია, შეიძლება შენ არ ხარ პრობლემა. შეიძლება ეს თაობაა. 1971-1991 წლებში გაზრდილ ადამიანებს ხშირად დაკარგულ თაობას ეძახიან. არა იმიტომ, რომ მათ გზა დაკარგეს, არამედ იმიტომ, რომ მათ არასოდეს მისცეს საკუთარი გზის არჩევის უფლება. ისინი გაიზარდნენ სისტემაში, სადაც ინდივიდი არ არსებობდა, სადაც ჩვენ ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მენ. და ეს უბრალოდ ისტორია არ არის. ეს არის ფსიქოლოგია. კვლევები აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგაც კი კოლექტივისტური აზროვნება და სახელმწიფო ცენტრული დამოკიდებულება დღემდე რჩება ადამიანების ქცევაში და გადაწყვეტილებებში. ეს ნიშნავს ერთ რამეს: სისტემა დასრულდა, მაგრამ მისი გავლენა არა. ბავშვობაში მათ ასწავლიდნენ, არ გამოირჩეო, არ თქვა ზედმეტი, არ იფიქრო ხმამაღლა, რადგან აზრი შეიძლება საფრთხე ყოფილიყო. საბჭოთა სისტემა აქტიურად ცდილობდა ადამიანის ქცევის შეცვლას. მათ უნდათ ადამიანები, რომლებიც ნაკლებად იყვნენ ინდივიდუალისტები და უფრო მეტად ემორჩილებოდნენ კოლექტივს. ეს არ იყო უბრალოდ განათლება, ეს იყო ქცევის პროგრამირება. და როცა ბავშვი ასეთ გარემოში იზრდება, მისი ტვინი სწავლობს ერთ რამეს: უსაფრთხოა ჩუმატყოფნა, უსაფრთხოა დამალვა, უსაფრთხოა არ გამოხატვა. და მერე ეს ბავშვი იზრდება და ხდება ის ადამიანი, რომელიც არასოდეს ამბობს რას გრძნობს, რომელიც ამბობს არაფერი ხდება, როცა ყველაფერი ხდება, რომელიც არჩევს სტაბილურობას ბედნიერებაზე, სამსახურს ოცნებაზე, დუმილს სიმართლეზე. ფსიქოლოგ ლევ ვიგოტსკის მიხედვით, ადამიანის აზროვნება და ემოციები პირდაპირ ყალიბდება იმ კულტურით, სადაც ის იზრდება. ანუ ეს ადამიანები ასეთები არ დაიბადნენ, ისინი ასეთებად გახდნენ. იმ დროს სიყვარული სხვანაირი იყო. არავინ გეუბნებოდა მიყვარ ხარ, მაგრამ საჭმელი ყოველთვის მაგიდაზე იდო. არავინ გეკითხებოდა როგორ ხარ, მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გადარჩენილიყავი. ეს იყო სიყვარული, რომელიც არ ლაპარაკობდა. და სწორედ ამიტომ დღესაც მათ უჭირთ გრძნობების გამოხატვა. მათთვის სიყვარული მოქმედებაა, არა სიტყვა. მათთვის ტკივილი შიცუმეა, არა საუბალი. და ყველაზე რთული ნაწილი, ისინი ფიქრობენ, რომ ასე უნდა იყოს, რომ ემოციების გამოხატვა სისუსტეა, რომ დახმარების თხოვნა სირშვილია, რომ ძლიერი ადამიანი არასოდეს ტირის. მაგრამ სიმართლე სხვანაირია. ეს თაობა არ არის ცივი. ეს თაობა არის გადარჩენილი. ისინი გაიზრდნენ დეფიციტში, არა მხოლოდ მატერიალურში, არამედ ემოციურშიც. როცა არასოდეს გაქვს საკმალისი, შენ სწავლობ დაზოგვას და ისინი დაზოგავდნენ ყველაფერს. ფულსაც, ენერგიასაც და გრძნობებსაც, დღესაც. ამიტომ ისინი იშვიათად ენდობიან, იშვიათად იხსნებიან, იშვიათად აჩვენებენ საკუთარ ნამდვილ სახეს. არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ, რომ ასე ასწავლეს. და აი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ შენ ამ ადამიანებთან გაიზარდე, შეიძლება შენც ატარებ მათ ჩვევებს. შეიძლება შენც გიჭირს თქმა მიყვარ ხარ, მე შენია, მტკივა და შენ ფიქრობ, ეს შენი ხასიათია. მაგრამ ეს შეიძლება მემკვიდრეობაა. ფსიქოლოგია ამას თაობათა შორის გადაცემას ეძახის. ქცევები და ემოციები თაობიდან თაობაზე გადადის. არა სიტყვებით, არამედ მაგალითით. და სწორედ ამიტომ დღეს ეს ვიდეო არ არის მათზე. ეს ვიდეო შენზეა, რადგან როცა ხვდები საიდან მოდის შენი ჩუმი შიში, შენ პირველად იღებ არჩევანს. გაიმეორო იგივე თუ შეცვალო. შეიძლება მათ ვერ სწავლეს თქმა, რომ მას გრძნობენ, მაგრამ შენ შეგიძლია თქმარ. შეიძლება მათ ასწავლეს ჩუმატყოფნა, მაგრამ შენ გიძლია საუბარი. შეიძლება მათ გადარჩნენ, მაგრამ შენ შეგიძლია ცხოვრება და ეს არის განსხვავება. დაკარგულ თაობას და ნაპოვნს საკუთარ თავს შორის.